მეთოდები დასავლეთისა საქართველოს მიმართ არის უცვლელი, მეგობრებო. აი როგორც ჩვენ ქვეყანაში იმართება акციები, რომ ესე იგი ჩვენ მეტი ევროპა გვინდა, სლოვაკეთში ფიცოს წინააღმდეგ დაიწყო акციები, ზუსტად იგივე сценарий. В Братиславе антиправительственный митинг на главную площадь людей вывела проукраинская общественная организация. На днях премьер Роберт Фицо предупреждал о серьезной угрозе безопасности со стороны тех, кто действует по майданным методичкам. Сценарий, хорошо отработанный в Грузии, на Украине и во многих других странах. Сильнейший натиск испытывает на себе и Сербия, политика которой тоже идет вразрез с общеевропейской, но Белград, заявил президент Александр Вучич, будет стоять на своем, несмотря ни на какие угрозы со стороны стран Запада. Они заявляют, что мы не можем оставаться независимой страной. Они хотят контролировать, когда и против кого мы должны вводить санкции. Но вы знаете, что пока я президент Сербии, я не веду санкции ни против России, ни против других наших союзников. Наши граждане знают, наш народ знает, моя Сербия знает, как на нее сегодня нападают. Как на нее нападают извне и изнутри. უნგრეთშიც იგივე ხდება, სლოვაკეთშიც იგივე ხდება, სერბეთშიც იგივე ხდება. ანუ გამოყავთ ხალხი და აყვირებენ იმას, რომ აი ჩვენ მეტი ევროპა გვინდა. და რას ნიშნავს ეს ლოზუნგი მეტი ევროპა მინდა? ეს არის ის, რომ მათ დაიწყეს საქართველოსთან პროცესის გაღვივა. ხო პირველად დაიწყო საქართველოსთან ეს რევოლუციების ტალღა. ვარდების რევოლუციის შემდგომ დაიწყო სხვადასხვა რევოლუციები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ეხლა დაიწყო ტალღა, აი მეტი ევროპა გვინდა სხვადასხვა ქვეყნებში. პირველი მოსინჯეს საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ფერ გამოვიდოთ, ეხლა დაიწყეს სერბეთში, დაიწყეს სლოვაკეთში და დაიწყეს უნგრეთში. აი ეს არის სცენარი დასავლეთისა და ვიღაცას ეგონა, რომ ეს შეჩერდებოდა ტრამპის მოსვლის შემდგომ. მე ვფიქრობ, რომ ტრამპის მოსვლის შემდგომ შერბილდება რაღაცა დოზით დაწოლა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მორჩება და არ დასრულდება. დასავლეთი, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა, იგივე საქართველოში, იგივე სხვა ქვეყნებში, ესე მარტივად არ დაასრულებს თავის ჰეგემონიურ პოლიტიკას ქვეყნებში. მათ აქვთ აქ მძლავრი იარაღები, ეს არის NGO სექტორი, ეს არის პოლიტიკური პარტიები, ეს არის საცეცეები მათი. და თქვენ გონიათ ეხლა, რომ ამ ყველაფერს ჩაჭრის დასავლეთი, არავითარ შემთხვევაში, მეგობრებო. იქნება ბრძოლა კვლავ. კი, LGBT ორგანიზაციებს შეიძლება დაფინანსება მათ შეუწყვიტონ, მაგრამ აქ არის სხვა ტიპის ორგანიზაციებიც. საიები, მაიები, ეს სამართლიანი არჩევნები, ეს საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა, ეხლა საფარს თუ დავკეტავენ დაფინანსებას ამ ბაბუცა პატარაიას, ამ დასავლეთის პოლიტიკას გაატარებს სხვა ორგანიზაციები უკვე.